შარშან წლის ბოლოს დაფუძნა ჩვენი ორგანიზაცია. მანამდეც ამ ორგანიზაციაში ვინც ვართ გაერთიანებული კაცები, აქტიურად ვიყავით ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სხვა კამპანიაში. ძალადობა ეს არის ის ალბათ ის ფორმა, რაღაც ის დამკვიდრების, რაც აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ყველა ნორმალური ადამიანისთვის. მაგრამ გარდა ძალადობისა, ჩვენ ვსწავლობთ იმ პრობლემებს, რა იწვევს ამ ძალადობას და პირველ რიგში ეს არის ალბათ ის არათანაბარი უფლებები და არათანაბარი გარემო, რაშიც იმყოფებიან ქალები და კაცები. ეს ცუდი კლიშე, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში, მე ჩვენ ქვეყანაზე ვისაუბრებ, რაღაცა კაცი არის უპირატესი, კაცი არის ოჯახის უფროსი, კაცის სიტყვა არის მთავარი და მხოლოდ შემდეგ მოდის უკვე ქალის აზრიც და ყველაფერი. ეს არის ალბათ ძირითადი მიზეზი იმისა, თუ როდესაც მის კაცის აზრს არ ემორჩილება ქალი და ან პირიქით შეიძლება მას რაღაც სხვა აზრი გააჩნდეს, ამის ასე ვთქვათ დასამარცხებლად იყენებს კაცი ძალადობას, რაც მას აკნინებს არ ვიცი რა დონემდე. ძალადობა ნამდვილად არ არის გამოსავალი, რომ ვიღაცა დაარწმუნოს შენს სისწორეში და მოუწოდებ ყველა მამაკაცს, რომ ქალბატონებს შეხედონ როგორც თანასწორუფლებიან ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ სადღეგრძელოებში.